რომ არ გამოგჩეს გაეროს გენერალური ასამბლეიდან გაკეთებული განცხადებები, დავამატოთ ასევე, რომ 27 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც. ორივე მისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაზე, თუმცა რადიკალურად განსხვავებული აქცენტებით. თავდაპირველად ფაშინიანმა მშვიდობაზე საუბრის შემდეგ ალიევის განუწყვეტილ აგრესიულ განცხადებებს უპასუხა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ არის საჭირო უზარ-მაზარი პოზიტიური შინაარსის ფონზე ობიექტურ რეალობასთან კავშირის არ მქონე აგრესიული ქვეტექსტების ტირაჟირება. ნუ თუ მშვიდობას საკმარისი სიხარული და კმაყოფილება არ მოაქვს, მე მაგალითად მომაქვს. როგორც ჩანს, ალიევისთვის სასიამოვნოა ომში საკუთარი მიღწევების შესახებ საუბარი, რაზეც მან გაეროს ტრიბუნიდანაც ისაუბრა, მიუხედავად რომ სამშვიდობო პროცესში ერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერა აქვს.